მე მინდა ერთი თემა წარმოვადგინო, ოღონდ არა ჩემგან, არამედ ჩემი კოლეგისგან, ეს გახლავთ ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელმაც მართლაც შემოკრა ამ განგაშის ზარს და აი ასეთი რამ თქვა. და მინდა ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს საპატრიარქოს. თქვენ არ გაწუხებთ ესი ვერ გავიგეთ, ეს პოლიტიკური საკითხი არის? ეხლა ეს მიგრაციის თემა? პოლიტიკურია ეს საკითხი, თუ არის ეროვნული საკითხი, რომელიც ყველას გვეხება. ორი კურტნის მუშა ჩამოიყვანეს და 9 მილიონი არიან უკვე. და ყველაფერს ვერ ვიტყვი კიდე. რო ჩადიხართ ზოგიერთ რეგიონში და რო ვერ იგრძნობთ, რომ ეს არის საქართველო. აი ადრე ვიძახთით ხოლმე ჩვენ რომ ისაო რა ქვია, თბილისი დაგვრჩებაო და ეგ იქნებაო. თბილისიც არ დაგვრჩება უკვე. არც თბილისი დაგვრჩება და არაფერი არ დაგვრჩება. კინწისყრით გაგვაგდებენ. ჩვენ მალე გავიზიარებთ ქურთი ერის ბედს. აი როგორც ქურთებს არ აქვს თავიანთი სამშობლო ტერიტორია, ანუ ქვეყანა, მაგრამ იმოფანტული არიან, ასე ვიქნებით, მაგრამ ქურთებისგან განსხვავებით ჩვენ ქართველები აღარ ვიქნებით. იმიტომ რომ ქურთებმა ასე თუ ისე შეინარჩუნეს თავისი იდენტობა. აი არ აქვს საკუთარი რაღაცა ტერიტორია, რაღაცა ცალკე სახელმწიფო, და ჩვენ რა მიდიან აგერ უცხოეთში, გაძღებიან, შვილებს ქართულს არ ასწავლიან, მეორე, მესამე თაობა და ის უკვე გადაზელილია ქართული მარტო, ეხლა ის აქვს გვარი. მე არ ვიცი მართლა ასე არის თუ არა, მართლა გაძღებიან და ცუდად იქცევიან მე სამშობლოსთან დამოკიდებულებაში. შეიძლება ცოტა სხვანაირად არის საკითხი. მე ასე დავსვამდი ამ მოვლენას. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს. საქართველოდან გადინება და საქართველოში შემოდინება. ვინ გადის და ვინ შემოდის. ქართველი გადის, ქართველი გარბის, იძულებულია გაიქცეს და იმიტომ, ხოლო სხვა შემოდის და მკვიდრდება აქ. ეს არის, რა თქმა უნდა, დემოგრაფიული უკიდურესი დისბალანსის შემქმნელი პროცესი, რომელიც საგანგაშოა. ჩვენ, ვეკითხები მე ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ რამე პროგრამა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დავეხმაროთ ემიგრანტებს, შრომით ემიგრაციაში წასულ უდიდეს ნაწილს ჩვენი საზოგადოების. დავეხმაროთ, რისთვის მიდიან ისინი პირველ რიგში, უბინაობით, უმუშევრობით, გამოწვეული პრობლემების გამო. და არ შეიძლება რომ მათ დავეხმაროთ რამეში. ისინი იქ ვერ გამოიმუშავებენ იმდენს, რომ აქ უკიდურესად გაძვირებული ბინები იყიდონ და შეიძინონ. ამას ვერ მოახერხებენ. რატომ გაძვირდა აქ ასე ბინები? იმიტომ რომ უცხოელი შემოდის. და თბილისში ბინების ფასი უტოლდება ლონდონში, ნიუ-იორკში, მოსკოვში და სხვა მეგაპოლისებში არსებულ ფასებს. ეს კატასტროფაა, ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში ბინებს კი აშენებენ, მაგრამ აშენებენ არა ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვის. ასეთი პირობები რომ შეიქმნა, აქ რეგულაციები არ არის საჭირო. აქ დახმარება ქართულ ნაწილს მოსახლეობისა, რომელიც იძულებული გავხადეთ, რომ გაგვექცია ქვეყნიდან. მათ დახმარების ხელი არ ჭირდებათ. მათ არ შეიძლება ან შეღავათიანი კრედიტი მიეცეთ, ან მათთვის ბინები აშენდეს, ან სამუშაო ადგილები გაჩნდეს, ან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. ამაზე მე კი არ უნდა ვფიქრობდე. ალბათ მეც უნდა ვფიქრობდე და მთელი საზოგადოებას, მაგრამ პირველ რიგში მთავრობა უნდა ფიქრობდეს, ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, იმიტომ რომ ეს არის ხვალინდელი დღე და ეს არის გადასაჭრელი და გასაკეთებელი. ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე ამ საკითხში ცამდე მართალია. მან შინაარსი საქმისა, შინაარსი პრობლემისა სწორად წარმოაჩინა. მე მინდა მისი კიდევ ერთი ეპიზოდი შემოგთავაზოთ მისი ამ სატელევიზიო გადაცემიდან, სადაც ის სხვა ასევე ძალიან ფაქის თემას შეეხო. მე გეკითხებით ამ მეუფეებს, მინდა მივმართო ასევე ჩვენს მეუფეში. გაბოდით, მე მაინტერესებს ამდენი არალეგალი მუსლიმანთან რო შემოდის. თქვენ ეკლესიებში ვინ ივლის მაინტერესებს. საქართველოში თუ ქრისტიანი მართლმადიდებლელი არ დარჩა, ამ ეკლესიებს ვისთვის ვაშენებთ? მუზეუმად უნდა ვაქციოთ? სამუზეუმო ექსპონატები უნდა იყოს? ქართველი ხალხი გმინავს. ქართველი ხალხი არის აღფოთებული და ჩვენ ერთი განცხადება არ გვესმის ეკლესიიდან. ეხლა პატრიარქი რო ჯანზე იყოს და პატრიარქი რო იყოს მხნედ, ეხლა გამოვიდო და იტყოდა რომ გააჩერეთ ეს ისა რა ქვია მიგრაცია.
მე მეუფეშიოს მიმართო, თქვენ არ გაწუხებთ, ან არ უყურებთ ამ ქუჩაში, არ დადიხარ თქვენ. ეხლა ზოგიერთი გასაგებია, ისეთი დაბურული ჯიპები დადის არ ჩანს ეს. მე ხა ვიღაცა აი ნიკოლოზ ჯავანაძე ეკლესიას ურტყამს. არავის არ ურტყამ. პირიქით ეკლესიას ვიცავ მე. მაგრამ არ თქვა, აღარა თქვა, გასკდა გული. აი ბოლო ორი სიტყვა. გასკდა გული. ეს მარტო ნიკოლოზ მჟავანაძის ნათქვამი არ არის. და მარტო ნიკოლოზ მჟავანაძეს არ უსყდება გული იმ მდგომარეობის გამო, რომელიც არის შექმნილი. ეს ჩვენი ტკივილია. ქართველი ხალხის ტკივილია, ქართველი ერის ტკივილია და ტკივილია სულისა. არ შეიძლება ზომაწონის დარღვევა ყველგან და ყველაფერში. არ შეიძლება ქვეყნიდან გადინების და შემოდინების ასეთი უცნაური ბალანსი იყოს, როგორც საქართველოში არის. არ ვებძვით არავის გვესმის. დღევანდელი დღე ცოტა სხვა ნაირი ვითარებაა, სხვა სიტუაცია, სხვა დამოკიდებულებებია. ჩამსვლელის მიმართ, წამსვლელის მიმართ, მომსვლელის მიმართ, სტუმრის მიმართ ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი ეს არღვევს და ლახავს იმ წითელ ხაზებს, რომელიც სასიკვდილო დარტყმად მოუბრუნდება საქართველოს, მაშინ ხმა არ ამოვიღოთ. თუ ნიკოლოზ მჟავანაძესავით გავიმეორებ გასკდა გულიო, თუ გული სკდება დარდისგან, ტკივილისგან, სევდისგან, ხვალინდელი დღის შიშისგან, პერსპექტივის უქონლობისგან, ასეთ შემთხვევაში არ ვთქვათ, არ შეგძახოთ, არ შეიძლება ასე. ასე გაგრძელება არ შეიძლება. შიოს მიმართავდა ბატონი ნიკოლოზი. კი, მეუფე შიოს სასეთქმის ესაყვედური და სრულიად ეკლესიას და სინოდის წევრებს და ყველამ უნდა აღიმაღლოს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა არ არის, როგორც ბატონმა მჟავანაძემ თქვა. ეს ეროვნული საქმეა, ეროვნული ტკივილია, ეროვნული ტრაგედიაა. ამიტომ ყველამ უნდა აღიმაღლოს ხმა და ყველამ უნდა თქვას სათქმელი, მაგრამ პირველ რიგში ეკლესიამდეც, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმეა ეს, მმართველი პარტიის საქმეა ეს. მარტო გამოკიდება რა დააშავა სააკაშვილმა ვიცით ყველამ. აი ეს კომისია რომ მუშაობს დღეს ცოტა გაჭიანურდა ამ კომისიის მუშაობას. არ უნდოდა ამდენი გადასვლა, ამდენი რაღაც ლაბირინთებში შესვლა და რაღაცა უამრავი რაღაცის აკინძვა ერთ ძივად და ერთ ბადეში და ერთ ჩანტაში ყველაფრის ჩაყრა. სააკაშვილის მმართველობა იყო გამოსაძიებელი და უნდა დამთავრებულიყო ამით ყველაფერი და განაჩენი უნდა დამდგარიყო აქამდე. რაღაც ცუდად გაიწელა ეს ყველაფერი. დავამთავროთ ამ თემით სპეკულაცია. მოდით მივხედოთ პრობლემებს, რომლებიც უაღრესად მტკივნეულია, რომლებიც აუცილებლად გადასაჭრელი. უამისოდ ხვალინდელი დღე არ არსებობს. და როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობდა, ჩვენ რისთვის გვინდა ეს ეკლესიები? მართლა მუზეუმებად ხო არ უნდა იქცნენ ისინი? ეს ეკლესია უნდა იყოს იმისთვის, რომ მრევლი იყოს იქ. ქართველი ხალხი დადიოდეს ამ ეკლესიაში და ქართველი ხალხი ანთებდეს სანთელს და იწერდა სპირჯვარს. ისე როგორც მე გავაკეთებ ახლა ამას, დავანთებ სანთელს და გადავიწერ პირჯვარს.